ქრისტეშობის ღამეს საზეიმო დაღვლენილი წირვის შემდეგ დღესასწაულმა ეკლესიებიდან ქუჩებში გადაინაცვლა. ალილოს ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა ჭიათურაში მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან პირველ საათზე დაიწყო. ალილოს საზეიმო მსვლელობას წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო სკოლა ხარებშებმული ურმით შეუერთდა. ქრისტეშობის მახარებლები შობის ხატით, საწინამძღვრო ჯვრებითა და დროშებით ქალაქის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ. მოსახლეობას შობას ულოცავდნენ და შემოწირულობებს იღებდნენ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. გილოცავთ თქვენ, ულოცავ ყველა ქრისტიანს, ყველა ადამიანს, ვინც ხარობს ქრისტეშობით. დღევანდელი დღე არის უდიდესი ალბათ ერთ-ერთი დღე, რადგან ყველაფრის შობა, სულ პატარა რაღაცის დაბადებაც კი უნდა ახარებდეს ადამიანს და დღეს თავად უფალი განკაცდა ჩვენთვის, ჩვენ სახსნელად და როდესაც მაცხოვარი იშვა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ წყემსებს ეხარათ ანგელოზებისაგან და წყემსებმა ახარეს მთელს მსოფლიოს ქრისტეშობა. ეს ალილოს დასაწყისი სწორედ ქრისტეშობის იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც მწყემსებმა ახარეს ქვეყანას. ამიტომ მეალილეები პირველები იყვნენ მწყემსები. დღეს გრძელდება ეს ტრადიცია, ჩვენ მორწმუნე სასულიერო პირები და მრევლთან ერთად გალობით, ხატებითა და რიპიტებით ჩვენ დავდივართ ყველა, ძირითად ქუჩაში, სადაც ყველას გვინდა მიულოცოთ ქრისტეშობის დღესასწაული. მეალილოვეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და შემოწირულობა გადასცეს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე პირველ რიგში შობის ბრწყინვალე დღესასწაულია, მინდა ყველას მიულოცო, ყველა ჭიათურელს, ყველა ქართველს, ყველა ქრისტიანს ეს დღე. მნიშვნელოვანია იმით, რომ მეალილოებმა გაალამაზეს და გაახალისეს ჩვენი ქალაქის ქუჩები და ჩვენ შევუერთდით ამ არაჩვეულებრივ ტრადიციას. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონი გოგი ჩიკვილაძის პირადი ინიციატივით მისგან საჩუქრები გადავეცით ალილოს მონაწილეებს, ეს არის პროდუქტები, ტკბილეულობა და ძალიან სასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, თუ აი ამ პროდუქტებით რამდენიმე ოჯახს მაინც ამ დღეს ცოტათი მაინც შეუმსუბუქებთ, პრობლემებს გაულამაზებთ და მიულოცავთ ამ დღესასწაულს. ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირებთან და ეკლესიის მრევლთან ერთად სხვადასხვა ასაკის გამრელებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჭიათურას და სრულიად საქართველოს ულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დღევანდელი დღე დიდი მადლია მთელი საქართველოსთვის, რადგან დღეს იშვა იესო, დღევანდელ დღეს 25 დეკემბერს და მინდა იესოს მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მიულოცავ მთელ საქართველოს ქრისტეშობას. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, დღევანდელ დღეს იშვა ქრისტე. და ვისაც სურვილი ექნება, გაიღოს მოწყალება, გაჭირებულს დავეხმაროთ, ვისაც არ შეუძლია იყიდოს საკვები რამე რა. გაიღონ მოწყალება. შეეციოს უფალი მთელ საქართველოს. მსვლელობის მონაწილეებს რიგითი ჭიათურლები გზადაგზა აჩერებდნენ და ტკბილეულობას და ტანსაცმელს აძლევდნენ. ყველა ჭიათურას სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. დღევანდელი დღე ყველა ქართველისათვის, თითოეული მართლმადიდებელისათვის მნიშვნელოვანია და მინდა ასე იყოს ტრადიციულად ყოველთვის. ჩვენი სასწავლებელი ტრადიციულად ეხმაურება ამ ღონისძიებას ყოველწლიურად. წელსაც ძალიან აქტიურად არიან ბავშვები მთელის და სულით და გულით ეხმაურებიან ამ ღონისძიებას და მინდა ასევე მადლობა გადაუხარდოთ თითოეულ ჭიათურას, რომელმაც გაიღო მოწყალება და ეს მოწყალება განაწილდება და დაურიგდება დანიშნულებით თითოეულ გაჭირვებულს და მას, ვინც საჭიროებს ამას ყოველთვის. ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძართან დასრულდა, სადაც მღვიმევის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ, რომელიც პროცესიას ხელმძღვანელობდა, პარაკლისი გადაიხადა.
შემოწირულობამ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა სამსახურებმაც გაიღეს, რამდენიმე ურემი გაავსო. რა თქმა უნდა, აქ ხდება შემოწირულობები, მორწმუნეები წირავენ თავის მცირეოდენ ძღვენს, რომელიც შემდეგ დღის ბოლოს ურიგდებათ ისევ ხელმოკლე ოჯახებს, რომ მათაც იზეიმონ ქრისტესშობის დღესასწაული. ერთმა დაგლოცოთ, მრავალი ბედნიერი გაგითანთ ქრისტესშობის დღესასწაული. საშობაო მსვლელობისას შეგროვებული თანხა და ნობათი დღის ბოლოს ალილოს მონაწილეებმა გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს. საჩუქარი რაც მოახერხა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა ქალაქმა. თვითონ ვერ მოვლის, ხო? ხო. ალილოს ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან მოყოლებული არსებობს. ყოველ შობადღეს საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ხალხი გალობით დადიოდა კარდაკარ და სხვადასხვა სახის შესაწირს აგროვებდა. შეგროვებული ნობათი ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემოდათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში 11 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით აღდგა. ყოველწლიურად ალილოში უამრავი ადამიანი მონაწილეობს.